ამ ამბის დროს მე ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, თინეიჯერი ვიყავი, სადღაც 13 წლის. თმა წითლად მქონდა შეღებილი, რადგან ეს მოდაში იყო. ვცხოვრობდი არქის ბინის კომპლექსში, ქირით. ეს არქის ბინა არც ისე დიდი იყო. ამ ჩვეულებრივ და კონკრეტულ ღამეს ჩემს პლანშეტში და საწოლში YouTube-ს უყურებდი, რადგან ტელეფონი არ მქონდა, რადგან გამიფუჭდა და მეც აღარ ვაკეთებდი, რადგან ცხოვრება უბრალოდ გამიფუჭა. მამა ჩემთან მივედი და მივესალმე. როგორ ხარ მეთქი? დაუბრუნდი ჩემს ოთახში. ჩემს ოთახში ჩემ ორ ძმას ეძინა. ერთ ოთახში გვეძინა. ჩემმა ძმა თქვა, რომ კაკუნი გაიგო, მაგრამ მე არ დაუჯერე, რადგან მე არ გამიგია. და უბრალოდ უთხარი, რომ ნუ იგონებ თქო რაღაცეებს. მაგრამ უნდა რომ შეემოწმებინა. მეც გავიგე და გავაჩერე. მე ყველაზე დიდი ვიყავი და არ მინდოდა რომ ჩემ პატარა ძმას კარი გაიღო უცხოებისთვის. კართან იდგა სკამი, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა რომ ცოდნოდა გარეთ ვინც იდგა, რომ სახლში ვინმე იყო. მივედი, სკამზე დავდექი და გადავიწიე. კინაღამ გადავარდი და კინაღამ გაიგო რომ სახლში ვიყავი. როცა გავიხედე, რაც დავინახე, ძალიან შემაშინა. იდგა კაცი საზარელი ღიმილით. ეცვა თითქოს დეტექტივი იყო. ლურჯი საწვიმარი და რაც მთავარია იჭირა გლოკი. მან ახა ამოწია, თითქოს უნდოდა ვინც იდგა რომ დაენახა. მე ჩუმად ჩამოვედი და წავედი მამაჩემის ოთახისკენ. ჩემი ძმებმა გამოიხედეს, მაგრამ უთხარი რომ იმ კაცს იარაღი ჰქონდა და ჩუმად ყოფილიყვნენ. მამაჩემის ოთახში წავედი. როცა შევედი, მამაჩემს ყველაფერი მოუყევი, მაგრამ დენი იყო წასული და ინტერნეტიც. მამაჩემის ოთახში შევედით ყველანი და მისი ფანრით ოთახი გავანათეთ. ჩემი ძმებიც შემოვიდნენ და იქ ვიჯექით. ძალიან გვეშინოდა და ველოდებოდით, როდის წავიდოდა. მამაჩემი ადგა და შემოწმება უნდოდა, მაგრამ მე გავაჩერე. არ მინდოდა რომ რამე მოსვლოდა. ძალიან მეშინოდა. იქ ვიჯექით ალბათ 9 საათი, როდესაც გამოიარა ჩვენმა მეზობელმა, ლამზირამ და მისმა შვილმა გიორგიმ. აქ მივხვდით რომ ის კაცი წასული იქნებოდა. ყველა მოვეშვით და დაურეკეთ დედაჩვენს, რომ წავსულიყავით დეიდაჩვენის სახლში. აქ ვერ დავრჩებოდით, საფრთხე გვემუქრებოდა. დღემდე მახსოვს ის ღამე, დღემდე მახსოვს მისი სახლი და ყოველ დღე და ღამე ვფიქრობ, რა მოხდებოდა რომ ნება დამერთო ჩემი ძმისთვის რომ კარი გაეღო.